გაუფორმებენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მიქაუტაძის საქმის პროკურორი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ზიანს აანაზღაურებს. თემასთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა რომეო მიქაუტაძის ადვოკატმაც. მე ვინტერესდება მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმით, რომელშიც მე ვიცავ მის ინტერესებს. ამ ეტაპზე არანაირ მოლაპარაკებას საპროცესოსთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. თუმცა პოზიცია როგორი? როგორ იყო საპროცესო? ვერაფერს ვერ გამოვრიცხ. საპროცესო შეთანხმება რო გაფორმდეს ადამიანთან, მან აუცილებლად უნდა ანაზღაუროს ზიანი, უნდა აღიაროს დანაშაული და ამ ეტაპზე მას აღიარებული დანაშაული არ აქვს, ზიანი ანაზღაურებული არ აქვს და არც გაუჟღერებია ჯერჯერობით, რომ უნდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. საერთოდ არასდროს არაფერი არ უნდა გამოვრიცხო. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. მას ჯამში 8.499.324 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.